საავადმყოფომ გამიწია გადასხმები რა ყველაფერი გამიწოდა გამოჯამთვლი აი ეს ძვლის ტკივილები რა ვიცი ყველა მირტყავდა სამართლოში აბსოლუტურად ყველა ვისაც არ დაეზარა ემატებოდნენ და ემატებოდნენ ეს თვითონ პოლიციის შენობაში მოხდა თუ მანამდე დიახ იმიტომ რომ ჩემს სისხლში მიდოკვირდა თავი და გერკილებით ქონა უკან ხელები შეკრული. ეს ლუკა თოფჩიშვილის პირველი კომენტარია, რომელიც მან თრიალეთთან სასამართლო პროცესის შემდეგ გააკეთა. 20 წლის ახალგაზრდა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლევან დარბაიძემ 10,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ლუკა თოფჩიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. ლუკა თოფჩიშვილი ირწმუნება, რომ გორში მასზე 15-მდე სამართალდამცველმა ჯერ ქუჩაში იძალა და შემდეგ კი ფიზიკურად პოლიციის განყოფილებაში გაუსწორდნენ. ადვოკატის თქმით, გელაძის უწყების წარმომადგენლები ძალადობაზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც რესტორნიდან გამოსული ახალგაზრდების ჯგუფი პოლიციამ გააჩერა და მათ შორის შელაპარაკება დაიწყო. ახლობლების ინფორმაციით, უნდოდათ ნაცემი ბიჭის დაკავება, მაგრამ ის იმდენად მძიმედ იყო, რომ იზოლატორის ნაცვლად ჯერ კლინიკაში გადაიყვანეს. ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე ლევან დარბაიძემ, რისთვისაც მას მართლა უდიდეს მადლობას ვუხდით, იმიტომ რომ მსგავსი კანონიერი სამართლიანი გადაწყვეტილებებით სამწუხაროდ დღეს არ ვართ განებივრებულები და მან აბსოლუტურად გაითვალისწინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ძალიან მძიმე მდგომარეობა და ახლა მე როგორც მისი უფლებადამცველი წარმომადგენელი ადვოკატი აუცილებლად ვუზრუნველყოფ იმას, რომ შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს, მას რომ მოხდეს მაქსიმალურად მისი ჯანმრთელობის პრობლემების აღმოფხვრა. გირაოთი მოხდა მისი გათავისუფლება მოხდა გირაო 10,000 ლარის ოდენობით. რა არგუმენტები ჰქონდათ აი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ასიძახეს სასამართლო პროცესზე? სასამართლო პროცესზე პროკურორი საუბრობდა, რომ იმ მომენტში გაიგო ყველაფერი, ასევე საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს უნდოდა რაღაცნაირად გაემართლებინა, ესე ვთქვათ, მოძალადე გამომძიებლების პოზიციები, ეს ძალადობრივი აქტები, ესეთი სიტყვებით, რომ სასწრაფოში არ დარეკავდნენ რაიმე დასამალი რომ ჰქონდეთო. და ყველაზე მთავარი ის არის, რომ გამომძიებლებს სასწრაფოში არ დაურეკავთ, იმიტომ რომ ზუსტადაც რომ დასამალი ჰქონდეთ ყველაფერი. ოჯახის წევრებმა გამოიძახეს სამედიცინო დახმარება და შესაბამისად ეს არგუმენტიც კი ვერ გამოიყენა მოკლედ ბრალდების მხარემ სათავისოდ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მართლა ყველანაირი სიმართლე არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, დაცვის ქვეშ მყოფის მხარეს. პოლიციიდან გამოგზავნა, მექიმა გამოგზავნა და მითხრა, რა მითხრა, რომ პოლიციაშია გადაყვანილიო და იმაგან მეციან ჯანმრთელობა და ისინი ყველაფერს ხარ და როგორ არის იქ მივედი და კაპეზეში იქით მიდიოდა და მოვედი აქეთა და მდგომარეობასაც იგეტყვიან და ყველაფერსაო რა აქედან წაიყვანესო ამა პოლიციაზე თქვა და პოლიციასთან არის და პოლიციასთან მოიკითხეთ ყველაფერი პოლიციას ბარდებაო და პოლიცია ყველაფერზეო უკვე ხელის მოკიდიც და ჯანმრთელობაზეც უკვე ეგენი არიან ყველაფერზე. ძალიან ცუდად იყო, ტვინის შერყება, ყბამოტეხილობა, თავის დაზიანება, აიყვანეს მაღლა ოპერაციაზე, ჩამოიყვანეს უკან. მე ესე ვფიქრობ, ძალიან ცუდად არის ბავშვი და მაინც გადმოიყვანეს აქ. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომ თითქოს ქალაქ გორში სამართალდამცველები ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიმდინარე წლის 3 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე 2000 წელს დაბადებული პირი, რომელიც აგრესიულად იქცეოდა და დააზიანა, მოქალაქის ავტომობილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დაკავების პროცესში შემთხვევის ადგილზე მისმა თანმხლებმა პირმა 2005 წელს დაბადებულმა ნასამართლეებმა და პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლუკა თოფჩიშვილმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში სამართალდამცველებს ხელი შეუშალა და პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ სახეში დაარტყა მუშტი პოლიციელს, რის შემდეგაც
აპირა მიმალვა და სცადა მეორე პოლიციელის ცემა, რომელიც მას დაედევნა, თუმცა სამართალდამცველებმა ის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველის მიმართ ძალადობით განხორციელებული წინააღმდეგობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე არის ტყუილი და დეზინფორმაცია, რაც უწყებისა და თითოეული პოლიციელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება. სამწუხაროდ ბოლო დროს კრიმინალთან უპრეცედენტო ბრძოლის პარალელურად ზოგიერთი მედია საშუალების მხრიდან კიდევ უფრო გახშირდა შემთხვევები, როდესაც ხდება პოლიციელების მიმართ აბსოლუტური ტყუილის დაბრალება. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აპირებს შეეგუოს პოლიციელთა მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და ყველა ასეთ ფაქტზე მოვახდენთ საზოგადოების დეტალურ ინფორმირებას და დეზინფორმატორთა მხილებას, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.